საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ელჩი ყავს. თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილი დაინიშნა. ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი მიიღო. ნინო არღულიანი გვერდდება ქრონიკის პირდაპირ ეთერში. თამარ ტალიაშვილის გამოცდილება ცოდნა და უნარები ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებს ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადაიყვანს. ამის შესახებ განცხადებებს დილიდან მისმენთ მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ამბობენ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტალიაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შემჭიდროვებულ ვადებში მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტალიაშვილი ვაშინგტონში ორი ქვეყნის ურთიერთობებზე მუშაობას უკვე უახლოესი დღეებიდან დაიწყებს. მმართველი პარტია ამბობს იმასაც, რომ დარწმუნებულები არიან, რომ შეერთებული შტატები ელჩს საქართველოშიც ასევე უახლოეს პერიოდში გამოგზავნის. მისასალმებელია, რომ ამერიკულმა მხარემ საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში დროულად გასცა თანხმობა ქალბატონი თამარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ეს იმედი გვაქვს, რომ იქნება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის დასაწყისი. ქალბატონ თამარს აქვს ყველანაირი ცოდნა, უნარი და უნარჩვევები იმისთვის, რაც საჭიროა კარგი დიპლომატისთვის, პროფესიონალი დიპლომატისთვის, მით უმეტეს იმისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანობს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქალბატონი თამარი უახლოეს მომავალში შეუდგება თავის საქმიანობას. პროცედურა ამგვარი იყო, რომ საქართველოს წარადგინა კანდიდატურა, ქალბატონი თამარის კანდიდატურა. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა 3-თვიანი, 4-თვიანი როგორც წესი დრო, რომ დაენიშნა თანხმობა გაეცა, ვიცით რომ უფრო ბევრად უფრო მჭიდრო ვადებში გასცა თანხმობა და უახლოეს მომავალში ქალბატონ თამარს ექნება შესაძლებლობა, რომ ჩავიდეს უკვე ფიზიკურად ვაშინგტონში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვექნება ურთიერთობის, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობის სრულფასოვანი არხი. და ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რასაც ჩვენ მუდმივად ხაზს უსვავთ, სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვის და ახალი შინაარსის დატვირთვისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პლატფორმა. თუმცა დიპლომატიური ურთიერთობა, ელჩის აქტიური საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ველით, რომ ცოტა ხანში ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩიც დაინიშნება საქართველოში. თამარ ტალიაშვილი წლების განმავლობაში ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, რაც შეეხება მის შემცვლელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ხატია წილოსანის კანდიდატურა წარუდგინა. მადლობა ნინო, ქრონიკის პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა.